ძალიან ბევრი აბსურდი მოხდა, ადამიანები სრულიად უდანაშაულოდ ციხეში ზიან და რა თქმა უნდა აბსურდი სპექტაკლში მონაწილეობთ ყველა სამწუხაროდ და კონკრეტული ადამიანები აბსურდული ბრალდებებით სრულიად უდანაშაულობები, სრულიად შეთითქმის საქმეებით ციხეში ზიან, ახალგაზრდებს გულისხმობ, არ პოლიტიკოსებამდე გულისხმობ, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები უბრალოდ არა მარტო ახალგაზრდები, ადამიანები, რომელი პროტესტს გამოთქვამდა, ისინი არიან საპატიმროში მხოლოდ იმიტომ რომ მათ განსხვავებული აზრი აქვს და არ ეგუებიან იმას, რაც ჩვენი კონსტიტუციური ნორმა და უფლება იყო. ეხლა რაც შეეხება გიორგი გახარიას ფაქტია რომ ეს დაანონსებული შურისძიება არის პირადი რევანშია პოლიტიკური მოტივებით ბუნებრივია მაგრამ ეს არის პირადი რევანში რომელიც გამოაცხადა ივანიშვილმა თორსტები ოქტომბრის ინტერვიუში და ის როგორც წესი იძახის ხოლმე იმას ისი გაკეთებაც უნდა ის გუახთილია გარკვეულწილად იმ განზრახვებში და საბოლოო ჯამში მე როგორც ჩანს მას ასრულებს კიდევაც ან საჯარო დავალებებს იძლევა ყოველ შემთხვევაში ესე ამ შემთხვევაში ძალიან აბსურდულია ბრალდება რატომ დაიცავ შენი ტერიტორია, რატომ ბუნებრივია ხა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაფერი რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფაქტია რომ რისკების აწონა და ქმედებებმა გაამართლა და ფაქტია რომ დაახლოებით 1700 ჰექტარი მიწა თუ არ ვწდები თუ შეიძლება ცოტა მეტი დაიმაგრა საქართველოს თავის კონტროლის ქვეშ. და ბუნებრივია ხა ბრალი დადო იმას რომ რატო არის ოკუპაცია, უბრალოდ ბრალი დასდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რატომ იყო ოკუპაცია, ამ ცოცხალი ოკუპაცია ამ წლების განმავლობაში, ნუ ბუნებრივია აბსურდული, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი ცდილობენ ესენი შეფუთონ რაღაც ძალიან ჩემთვის გაუგებრა, ცოტა ლოგიკაში ვერ ვღედები, როგორ შეიძლება ბრალიან დანაშაულის შექმნა, ხელოვნურად თუნდაც, იმიტომ რომ ადამიანებმა საქართველოს კონტროლირებელ ტერიტორიაზე დადგა საგუჟაქო, დაიცვა მოსახლეობა და რაღაცა დანარჩენი ყველა ზღაპრებია. თუმცა აქ იმდენად ასე ვთქვათ ნებაშია გადასული. კარტოგრაფების საქმეც გვახსენდება ამ გაგებით ამ კუთხით პირველ ხედავდით. ანუ შეთითქმის დანაშაულს ხედავდით. შეთითქმის დანაშაული იყო თითქოს არასწორი რუქებით იმას სხვის სხვა ქვეყნის სასარგებლოდ იმუშავებს. აქ ესეც არ არის. ანუ შეთითქმის ბრალდებაც კი ვერ ვდგება, მაგრამ აქ თეორია ისე რომ რაღაცა ნების დონეზე არის გადასული ის ბრალდება, იმიტომ რომ უნდა იყოს ძალიან მაღალი დონის, მაღალი ასე ვთქვათ სასჯელი და მაღალი სასჯელი თუნდაც დასაჯონ სამაგალითოდ როგორც ჩანს ეს არის განზრახვა ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებენ, რომელსაც კომისია და პროკურატორი ორივე ასრულებენ ორი მხრიდან. კომისიაზე მე მინდა რომ ამაზეც ვილაპარაკოთ, გიორგი გახარია აპირებს თუ არა ჩამოსვლას საქართველოში. ეს არის ახლა კითხვა, რომელიც ჩდება მედიაში. მე რამდენადაც ვიცი, მან ისევ შეთავაზა ისეთი, ვთქვათ, თუნდაც ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, ლეგიტიმური მათი ლეგიტიმაციის ფარგლებში არსებული, ასე ვთქვათ, წესებით, რომ შესაძლებელია, ასე. ინტერნეტის კავშირი დასახელდა. მიკროფონს გაცნობს რაღაცა საბავშვობას თამაშობენ ისე და აი რაღაცა მიკროფონს გათიშავს და რაღაცა ხარვეზები იქნება კავშირები, ნუ სისულელეა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. მან შეთავაზა, მე პრინციპში მაგის მოხრეც არა, მეგონა საერთოდ უნდა დაიგნოროს, მაგრამ ნუ რახან მას აქვს სურვილი ჩორჩანას თემაზე საზოგადოებას ესაუბროს. კი ბატონო, მაგრამ ონლაინ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი ტურნე იყო და მარტო იმიტომ რომ რაღაცას ახლა ხუშტურები აქვს, რომ დღეს ჩაატაროს და თან დააჩაატაროს იმ წესებით, რომელიც მათივე წესების არის იმის საწინააღმდეგოდ, ნუ ახლა არ ვიცი ამაში რაღაც არანაირი რაციონალი არ არის, იქცევიან იმიტომ რომ ეს უნდა რაღაცა შოუთ აქციონ, ეს ყველაფერი გადააქციონ რაღაცა შოუთ, კომისიის ნაწილი არის შოუ და პროკურატურის არის სასჯელი. ეს ამ ორი პროცესის თანხმედრა შეხვედრა მოხდება რაღაც ეტაპზე და ბუნებრივია, მე თითქმის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე სრულიად აბსურდულ, სრულიად ალოგიკურ, მაგრამ ბრალს წარუდგენა და იქნება ბრალის დაახლოებით 10-15, ნუ deep state-ის სახურებაში მყოფი ადამიანის დაპატიმრება. დაახლოებით ესეთი ბრალი იქნება, აი ესეთ მითოლოგიურ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ გრძნეულთან ბრძოლასთან გადაიტანის. ანდრიო ხანაშვილმა დღეს თქვა, როდესაც მიქაუტაძეზე იყო საუბარი, დაუჯერებელიაო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ სცოდნოდაო მიქაუტაძის კორუფციული გარიგების შესახებ ლილუაშვილზე მიუთითდა და ამ კონტექსტში საინტერესოა. ამ კონტექსტში საინტერესოა, მაგალითად, თუ კი ეს არის დაუჯერებელი, რომ თურმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა სცოდნოდა მისივე ლოგიკით, ასევე უნდა სცოდნოდა მაშინ ხო სულს ჩორჩანას საგუშაგოში რომ ჩაიდგა. ყველაფერი იცოდა, უბრალოდ ეხლა იყრუებიან, უბრალოდ ჩვენმა, ასე ვთქვათ, ჩვენი მედია ჯგუფმა პრაქტიკულად არქივები ამოქექა და ნუ ყველას რა განცხადებები გაკეთებული. უშუალობის ხელმძღვანელობის პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, ანუ ვინც უნდა ყოფილიყო დეტალების საქმის კურსში, ყველას რა განცხადებები გაკეთებული, ყველა მხარს უჭერდა და ყველა მიესალმებოდა ამ პროცესს. ანუ ეს ყველაფერი არ ვიცოდეთ, ეს ხარ რაღაცა სისულელი ხარ, როგორ შეიძლება არ იცოდე ამ ყველა პროცესი მიდის და რამდენიმე სამინისტროები თვითმმართველობად ჩართულია. ამ ფონზე ჩვენ ვამბობთ, რომ დიქტატურა მყარდება საქართველოში, იმიტომ რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაკავება კიდე სხვა სიმძიმეს ძენს
ამ ამბავს, თორე ჩვენ უკვე ვხედავთ ხო, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდებით არის და ქალები და ბავშვების ხედან ციხეში, მაგრამ ამ ფონზე, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან დაკავებულები, ამიხსენეთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრი როგორ უნდა დავინახოთ ჩვენ? იცით, მე შეიძლება ჩვენი, ასე ვთქვათ, ძალიან მკვეთრი ჩემი პოზიცია არ იყოს, მაგრამ ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში მკვეთრი არის დღეს რაში, რომ მე ფიქრობ, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, ახლა 4 ოქტომბერს, რომ რამდენიმე პარტია იყოს ბოიკოტში და რამდენიმე პარტია მონაწილეობდეს არჩევნებში. ეს არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ჩვენ გავუკეთოთ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ასეთ ვითარებაში ჯობია რომ თქვენმა პარტიამ არ მიიღოს მონაწილეობა თუ იქნება ფრაგმენტირებული. მე ზოგადად უფრო ვიხრებოდი და აქამდე და მგონია რომ არჩევნები ინსტრუმენტი შეიძლება გამხდარიყო, მაგრამ დღევანდელ დღეს ჯიუტად არჩევნების მოთხოვნა ან ჯიუტად ბოიკოტი საუბრის გარეშე და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების გარეშე არ გულისხმობ გაერთიანებას, ერთაშობლობას, ამ კონკრეტულ საკითხზე ესეთი დამაზიანებელი ფონის წასვლა 4 ოქტომბრამდე იქნება ძალიან დამაზიანებელი და რაც თავარია ყველაზე დიდი საჩუქარი და მე მგონი სტრატეგიული გეგმა ივანიშვილის როგორ უნდა მივიდეს ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ამბობთ რომ ეს არის თქვენი პირადი პოზიცია არის და არა პარტიის ასევე მინდა გკითხოთ თუმცა პარტიის პოზიციას რა იცით ამასთან დაკავშირებით აი რას გულისხმობთ მე ვიცი პარტიის პოზიცია რომ პარტია თავიდანვე ამბობდა, რომ იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. არ იყო ეს საუბარი ერთიანობაზე, არ ვიცი თუ იყო შემისწორეთ თქვენ. არ იყო საუბარი ნეიტრალურ კანდიდატებზე, იმისთვის რომ რაღაცა მოხდეს კონსოლიდაცია ნეიტრალურ კანდიდატების, იმისთვის რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან? ნეიტრალური, იმიტომ ნეიტრალურ ნიშნავს ჩვენ გადიოდით ნებისმიერ შემთხვევაში, დიმიტრი, გადიოდით ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებზე. ახლა ფიქრობთ, რომ მოდი ესე ვთქვათ რა. კი ბატონო, ერთიანობა კი ბატონო პოზიცია იყო ისეთ რომ ჩვენ ემზადებით არჩევნებისთვის და პარტია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ემზადებოდეს არჩევნებისთვის, იმიტომ არჩევნები როგორც მოვლენა კი არა, თვითონ საარჩევნო სისტემისთვის აწყობილი პარტიები მნიშვნელოვანი ეს გულნიშნავს რომ რეგიონალურ თუ ადგილობრივ ორგანიზაციად უნდა იყოს ძლიერი, მე ამას არჩევნებში გამოიყენებ, ბოიკოტში გამოიყენებ და სხვა რამე პროცესში, ამისთვის პარტია უნდა ემზადებას. ანუ მზადება აუცილებელია, იყო საუბარი რომ ნეიტრალური კანდიდატები, რომ ამ შემთხვევაში ნეიტრალური იმას კი არ ნიშნავს რომ ჩვენ კანდიდატები არ ვიყოს, მაგრამ ნეიტრალური კანდიდატი არის სივრცე რომელშიც შესაძლებელია პოლიტიკური პარტიები დათანხმდნენ. სხვა რამეს ვკითხულობ დიმიტრი, მაგრამ ვინმე თუ არ იღებდა, მაგალითად არ იღებდა ახლები, არ იღებდნენ ნაცები, თქვენ ამას არ უყურებდით, ახლა თქვენ მაინც იღებდით მონაწილეობას არჩევნებში. ახლა დღევანდელ მოცემულობაში მე ვკითხულობ, ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის მაინც ერთიანობის კომპონენტი, რომ ფრაგმენტირებულად არ იყოს გადაწყვეტილება მიღებული, თუ ბოიკოტში მიდიხართ ერთად გახვიდეთ, თუ მაგრამ ცალსახად რამე თქმა მინდა. ერთიანობა, ეს საკითხები, რომელზეც ყველა საუბრობს და თან ერთმანეთს აგინებენ, რატო არ ახარ ჩემთან. ეს ცოტათი დამღლელია ჩემი აზრით და ნუ არაფერს მომტანი, იმიტომ რომ ვიძახით რატო არ ახარ და მაგინებს ვიღაცა რატო არა ვართ ერთიანები, თუმცა თვითონაც ვაჩვენებენ რომ არანაირ ერთიანობა არ არის და ყველა კოალიციაში რაღაცა გარკვეული სეგმენტირება ხდება და ნუ არ არის ხა ჩემი საქმე, ვისთან როგორ არის შიდა საქმე, მაგრამ თავარი რა არის? ერთიანობა თუ არ არის შესაძლებელი, დავიწყოთ საკითხი, რომელიც არის ცალსახად საერთო ინტერესებში, რომ ერთიანი საერთო გადაწყვეტილება უნდა არსებობდეს. ბოიკოტი აქ თავისი ლეგიტიმურობა ზოგადად, იმიტომ რომ ბოიკოტები ისე რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია, მაგრამ აქ ძალიან დიდი რისკები. ბოიკოტი თავისთავად არაფერს არ ნიშნავს, თუ ბოიკოტთან თამდევი პროცესები არ დაგეგმე, ეს ნიშნავს მაგრამ ამას არავინ არ გულისხმობს, რომ ბოიკოტი და მეორე ნაწილი არის ხო, მაგრამ ამაზე ეს რისკები არის ბევრად ხორთულია. მეორე არის თვითონ საარჩევნო პროცესში არა არჩევნების და ვილაპარაკოთ კომუნალურ, ასე ვთქვათ, პრობლემებზე, არამედ არჩევნების როგორც მობილიზების, ამორჩევლის მობილიზების და პროტესტული ამორჩევლის მობილიზების და პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მექანიზმზე. რადგან პრინციპში ბოლო პერიოდში ლელოც საუბრობდა ძალიან აქტიურად და მე ვფიქრობ, ან თანხმედრები იყო თუნდაც ჩვენი პარტიის პოზიციებსა და ლელოს პოზიციებს შორის, მაგრამ თავარი პრობლემას მე მაგრამ არ არის საკმარისი ეს? მე ვფიქრობ, რომ თავარი პრობლემა არის ეს ორი პოლუსი დღეს ოპოზიციაში, ერთი ბოიკოტზე გასული და მეორე არჩევნებზე. ეს იქნება დამღუპელი. მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა მოხდეს გარკვეული დაახლოება პოზიციების, იმიტომ არც ერთი მხარე უნდა იყოს კატეგორიული არც მეორე. ამას ლელოც საუბრობს სხვათა შორის, რომ ფრაგმენტირებული თავარი შეცდომა რაც შეიძლება ჩვენ დაუშვათ, რომ აი ამ მოცემულობით გავი. ერთიანობას კიდევ ერთხელ ვერ მივახცევთ, ახლა ერთიანობას 4 პარტია თუ 10 პარტია უკვე, რა ვიცი, კოალიციება შემავალი, ხო? ვერ შედგება ახლა. როცა ყველა გარეთ იყო, მაშინ ვერ მოვილაპარაკეთ, ახლა ხო ცოტათი აბსურდული და утоპიური იქნება ამაზე საუბარი. ზუსტად როცა ახლა დაკავებულია, ახლა უნდა მოილაპარაკოთ. კომუნიკაციის სივრცე ხო უფრო დავატარებულია და შესაძლებლობები უფრო მცირეა. ამიტომაც
ერთობა თავისთავად ერთაჯდომას ხო არ ნიშნავს რაღაც კონკრეტულ საკითხზე უნდა მოხდეს ჩამოყალიბება, რომ ეს საკითხი არის ჩემი აზრით დღეს ყველაზე კრიტიკული არის რომ ერთი პოზიცია იყოს, ან ყველა მიდივართ არჩევნებზე, ან არავინ არ მიდივართ. აი მას ალტერნატივა არ აქვს. ჩემი აზრით ეს არის. რა თქმა უნდა, მე მგონია რომ საარჩევნო ლელოც ამას კიდევ ერთხელ დღესაც გონია არჩევნების გზა, არა არჩევნები კიდევ არჩევნები როგორც ბრძოლის ველი, უფრო მგონია სწორია. მაგრამ კატეგორიული არ ვიქნები მარტო იმიტომ რომ იმაშია რომ ზუსტად კატეგორიულობა ამ წრეში და ამ ვითარებაში არ არის სწორი, იმიტომ რომ სწორედაც რომ ამას აკეთებს და დააკვირდით თუნდაც ახლა ივანიშვილის სტრატეგია რა არის. შეიძლება ჩემი ცოტა ისეთი დაკვირვებაა და შეიძლება ბოლომდე ზუსტი არ იყოს, მაგრამ ფაქტია რომ ერთ მხარესაც არის დაჭერილი ადამიანები და პოლიტიკოსები და მეორე მხარესაც, ანუ ორივეს მაქსიმალურად უმწვავეს მდგომარეობას, რომ მათ დაიბარეს თავიანთ პოლიტიკურ ჯგუფებში, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ამ ბრძოლისთვის, ერთი ბოიკოტისთვის დაждდა ციხეში და მეორე არჩევნებში მონაწილეობისთვის და აი ამ ბრძოლისთვის და ეხლა გამოწვია აი ამ ორი ისე თქვა პოლარიზებული პოზიციის შეჯახება უნდა და მაქსიმალურად გაერთობა ამ პოზიციით თუ აი ამ აქ წავა ჯახი. ყოველ შემთხვევაში პროცესი გვაქვს, რომ ცალსახად რომ საზოგადოებასთან არის კიდე მისასვლელი, უნდა დავარწმუნოთ. ის კი არა რომ სადღაც პროტესტი გაქრა, უბრალოდ ამ პროტესტს გაცოცხლება ჭირდება, რომ დაიღალა, მიიძინა, იმედი დაკარგა. ამ იმედებს ჭირდება გამოფხიზლება, შეძახილი, მისვლა, საუბარი და დარწმუნება, რომ ყველაფერი ჯერ კიდე არ არის დაკარგული და მაშინ როდესაც ყველა დავიძინებთ, ყველა გავჩვენდეთ, მაშინ მართლა შედგება დიქტატურა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს ახლა, ესე ვთქვა, არა ჰიბრიდულის, არამედ აი ჰეგემონური ავტორიტარული რეჟიმის. ყველა კომპონენტი გვაქვს. სამართლებრივი ინსტრუმენტები, ძალოვანი სტრუქტურები, კორუფციული სქემები, კლანური მმართველობა, ოლიგარქიული მმართველობა, ყველაფერი არის. უბრალოდ სანამ ჯერ კიდე არსებობს ჩვენი საუბარი, სანამ არსებობს ჯერ კიდე გადაკეტილი ქუჩა, სანამ არსებობს ჯერ კიდე თუნდაც მეორე დონის ხელმძღვანელები და ლიდერები პარტიებში და სანამ ეს აქტივობა არის, ჯერ კიდე შენ ხელს უშლით რომ შეიქმნას დიქტატურა. რა თქმა უნდა, დიქტატურას უჭირს და დღეს რასაც ვაკვირდებით, ეს არის რეფლექსიები იმ პროცესზე, რომელიც ქვეყანაშია. ეს რეფლექსიები, ანუ გულისხმობ რეჟიმის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ისინი უხერხულობას გრძნობენ თავიანთ თავში, ისინი არიან უხეირო დიქტატორები და ამის გადალახვას ცდილობენ და რაც უფრო წინააღმდეგს ხედავ, მით უფრო ბრუტალურები ხდებიან, ვერ გაუძლებს. ავტორიტარული რეჟიმები ესე სწრაფ ტრანსფორმაციას ვერ უძლებენ, იმიტომ რომ ჯერ კიდე მათ საზოგადოებაში, მათ მომხრეებშიც არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს არ მიიღებს. ამიტომაც მათაც დიდი მძიმე გამოწვევებია, ჩვენ ხედავთ რა შიგნით მიდის კლანური დაპირისპირება, მართლა გონიათ რომ ინვეს რომ მიქაუტაძის კორუფცია ეხლა დაინახე და თქვენი სიუჟეტი არის ხო? ერთი წლის წინ დეტალებში მოყვეს ყველაფერი, ხო? თუ ყველაფერი ცხადი იყო და არავის არ გონია რომ ეს მიქაუტაძე თავისთვის აკეთებდა თუ რამეს აკეთებდა, ყველაფერი შეთანხმებული იყო. მაგრამ მაშინ როცა უკვე დაჭირდათ რაღაცა პრობლემებია, როცა გადაადგილება, როცა უკვე ეჭვები გაუჩნდათ, ეს გამდიდრებული ხალხი რაღაცა პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდათ, ეხლა იწყება შიდა ბრძოლა, იმიტომ რომ თავი დაიცვა. დაცვის რეჟიმში არის უბრალოდ აგრესიული დაცვა აქვს, მაგრამ და ჩვენ კიდე ცოტა არ იყოს გადაღლილება. ამის ყველა საფუძველი გვაქვს, რომ გადაღლილები ვიყოთ, მაგრამ უფლება არ აქვს, სხვა შემთხვევაში ხვალ მართლა გავიღვიძეთ ბელორუსში, მე ბელორუსში ნაყოფი ვარ 2005-7 წლებში, მაშინ როდესაც უშრობა დადიოდა ოპოზიციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვიყავი და მართლა იყო დაჭერდა. ბოლომდე კი არ იჭერდა, მაშინაც არ ფრთხილებდა ყველს, მაგრამ დღეს უკვე ბელორუსიც არც ერთ ჩემი მეგობარი ბელორუსში არ დარჩა, ან ციხეში არის, ან გაქცეულია სხვა ქვეყანაში. აქამდე რო არ მივიდო, ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს და ამაშია საუბარი. ჩვენ არჩევნების, აი 4 ოქტომბერი იქნება არჩევნების ბოიკოტი, ყველა მეტნაკლებად ერთ პოზიციაზე უნდა ვიყოთ. ეს არის ამ შემთხვევაში ჩემი პოზიცია. მადლობა.